მეგობრებისთვის აკეთებ ამ ყველაფერს და ისინი გიყურებენ. ამ ეტაპზე უკვე ჭამას იწყებენ ტაფიდან ხომ და არაციდან გამოცხობას. ამიტომ თხილად იყავთ. არის რაღაც კერძები, რომლებიც ისეთი მნიშვნელოვანი არის სოციალური შეკრებებისთვის, რომ ფაქტობრივად კულტურაა გლობალური უკვე შეძენილი. ეგეთი კერძი არის მაკენჩიზი, რომელიც აი ამერიკაში მოგონილია და საქართველოშიც კი ყველას მოწონს მაგის იდეა. და ფრიადადვილი გასაკეთებელი არის სწორ ინგრედიენტებით საქართველოშიც, მით უმეტეს მეგობრები რომ მოდიან, უეცრად შეგიძლია ნახევარ საათში მოთხიპნო და ძალიან ეფექტური კერძი გააკეთო. თან გარნიერად ზანგარი არის და თან რაც თავარია, უბრალოდ ნოყიერი გემრიელი კერძი არის. ინტერნეტში ნახავთ ძალიან ბევრ რეცეპტს და ყველა ტრადიციული ხერხით, კლასიკური ბეშამელით, ნაღებით და ასე შემდეგ. მაგრამ მე პატარა ხილს გასწავლეთ, როგორ შეიძლება ის ტექსტურები მიიღოს საინტერესო, რომ ნაღების გამოყენება არ დაგჭირდეს, ტექნიკურად ცოტა უფრო მარტივი იყოს და თან თავისთავად გემრიელი ინგრედიენტებით კიდევ უფრო გემრიელი გახადო. მაგისთვის გამოვიყენებთ ბიოლას ყველს. ბიოლას ყველს თავისთავად აქვს ის ტექსტურის გამოუმჯობესებელი კომპონენტები, რომლებიც გაძლევს იმ სასიამოვნო სლიკინა ტექსტურას, რომელიც მაკეჩის სჭირდება. ნუ ჩათვალეთ რომ პატარა ჰაკევით არის ამის გამოყენება, ანუ უკვე ნამუშევარი აქვს ტექნოლოგიებს რაღაცეებზე, რომ ტექსტურა გაუმჯობესონ. ამიტომ გაუმჯობესებული ტექსტურის ინგრედიენტს გამოვიყენებთ, რომ მაკეჩისიც უფრო კაი გამოვიდეს. არის შანტრელის სოკოთი, არის გაუდათი და არის კლასიკური. მე გამოვიყენებ გაუდას, ცოტა ჩედარს მივაყოლებ. თუ რამე არის მოთხი ყველა ეფექტურიანად ობიენი ყველეთ შეგვიძლია ჩავამატოთ და პარმეზანიც და 4 ყველის მაკენჩიზი გამოგვიდა. თან ბევრი არ ჭირდება, არომატის ჭირდება სხვა რაღაცები და ძირითადი მასა ეს იქნება. რაც ფინანსურად და ჭკვიანურია, რომ ძალიან არ გაგიქცეს ფასი მაკენჩიზის. პირველ რიგში არ არის აუცილებელი 80%-იანი კარაქის გამოყენება, შეგვიძლია გამოვიყენოთ 79-იანი, როგორც ვალიოს ფინია მაგალითად. ნუ შედარებით ბიუჯეტური არის, იმის ხარჯზე 3% ნაკლებიც ხიმია. რაც კაი ვარიანტია, როცა გემოგჭირდება კარაქის, მაგრამ არაც ხიმიანობა მაინდა-მაინც. ქვილი, ტაფაზე, მოვხალოთ. ეს რუს ბაზაა, მაგრამ ბევრი რო არ გვჭირდება. როგორც კი დაახლოებით 30 გრამი ფქვილის მოთხილო არომატებს იგრძნობთ, ესე იგი უკვე მოიხალა ფქვილი და აი მაგ მომენტში იგივე რაოდენობით კარაქს ვამატებთ. და ცეცხლს დაუწიეთ, რომ არ დაგვეწყოს პროცესში კარაქი და ფქვილი. ეს არის თეთრი ਰੂ, ოდნავ ესეც მოვაუქროსოთ, რომ გემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. მით უფრო მოხდება ნაკლები შეყრეშუნარი აქ და გასქერების, მაგრამ გემო გვქეთეს. ჩვენ გასქერება მაინდა-მაინც არ გვჭირდება, იმიტომ რომ ვიოლა გვაქვს. ეხლა ამ მასაში ძე, რა თქმა უნდა ვალიოს ძე. და უკვე გვაქვს სასიამოვნო თხილის არომატები წამოიღო მოხალულმა ფქვილმა. ეხლა ორიოთ რო გავხსნათ კარგად. ყორყოშელები არ დარჩეს. მაგრამ ყორყოშელები თუ დაგჭათ, დიდი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მაკეჩის მოუხდება. იმიტომ არ იწოვოთ იმაზე, რომ იდეალური გააკეთოთ, არა საჭირო. ეს ცოტა მოუმატეთ და ინდონეზე გახსნით და გაათხერეთ. და სასიამოვნო თხევადი სოუსის ტექსტურა არ ექნება. აქვე ერთი ჩაის კოზი დიჟონური მდოგვი, ექსტრა დატვესთვის გემოსი, ერთი კბილი ნიორი დაკეპილი წვრილად. ნიორიც კლასიკურ ვარიანტში არ არის. არა მე მგონი უხდება და რატო უნდა მოვაყოთ ისაც გემრიელია. პარალელურად მარილი დუღარა წყალში და დავერდეს ფუსილი. იდეაში ბევრი განსხვავებული ფორმაა, კლასიკურად ამერიკელები elbow ფორმას იყენებენ, რაც იდაყვის ნიშნავს. შეგიძლიათ რაღაც პირალონიან რაღაც ეგეთი. დიდი მნიშვნელობა არა აქვს რა. და მნიშვნელოვანია რომ იყოს ალდენტეზე ნაკლები, იმიტომ რომ როგორც კი ალდენტეზე მეტი არის, ან ალდენტე არის, მე ცხობისას ჩაიხარშება. ამიტომ ფაქტობრივად შეასწავლოთ უბრალოდ უნდა მასაში. ცეცხლს ვтიშავთ და შეყავს ყველი რამოდენიმე ჩედარი ოდნავ. ეს ყოლე შეურიოთ შეგნით. არ არის აუცილებელი ბოლომდე გაიხსნას. პირიქით მით ნაკლებად გაიხსნება, უკეთესად გაიხსნება ცხობის დროს. ჩედარის ხარჯზე უკვე წევადობა შეიძინა სოუსმა. აქვე ობიანი ყველის ობიანი წერტილები, ბევრი არა, უბრალოდ რომ გემომიცეთ. მაგრამ ობიანი ყველის ნაწილი შეიძლება თავდამოყრით გამოტოვოთ, საერთოდ არ არის აუცილებელი. რეალურად არც ჩედარი გჭირდებათ. უბრალოდ საკმარისი იქნება, რომ ვიოლა და პარმეზანი გამოიყენოთ. ვიღებთ კარგ დიდ სუფრის ხოვს და ურევთ ამ მასაში. და დავაკვირდები. თუ კიდე მეტი მოითხოვა, წელს კიდე დავამატებ. და უკვე ამ ეტაპზე ფაქტობრივად კრემივით არის, რაც ჩვენი მიზანი იყო. კიდე მიიღებს. რამაც არა. ეს ხომ ჩედარი არ არის რაღაც გაუდა, რომ დაგვენანოს. მირიქით. ამას გადავწურავთ და ბოლომდე მოუხარშავი სანამ არის, იქამდე შევურავთ ამაში. ეს ზოგადი ეტაპი არის, რომ მეგობრებისთვის აკეთებ ამ ყველაფერს და ისინი გიყურებენ, ამ ეტაპზე უკვე ჭამას იწყებენ ტაფიდან ხომ და არაციდან გამოცხობას, ამიტომ თხილად იყავით. მაქს ესე გავანაწილებთ საცხობ ფორმაში. ეს არის მადლი, ამის გაწირვა ეგრე არ შეიძლება. ამიტომ ისევ და ისევ ერთი კოზი ვიოლა, აქ აღარ ჭირდება სხვა რაღაცეები, ცეცხლი, სტერძე, ნარეყველი დავადნოთ ბოლომდე, ავხსნათ თხევად სოუსად. ახლა იდეაში ზედა ვიოლა უკვე ძალიან კარგ თხელ სოუსს გაძლევს ყველის სოუსის ფორმით. და ამას ახლა დავაცხავთ აქ დამატებითი მადლი. სადაა დასაკარგი ყველი არა. და საბოლოო ეტაპი არის კიდე ზემოდან ყველის მოხეხვა. ვაყეთ გრანო პადანოს, ან პარმეზანს ნებისმიერ დავარგებულ მსგავს ყველს. და ჩედარი. და გარდა იმისა, რომ ესე დააყრით, ჩემი რჩევა არის ალაგ-ალაგ ნატეხები ჩაყაროთ, რომ პატარა კუნძულები იყოს ყველის. იანი ალაგ-ალაგ და სულ ბოლოს დამცავი შრის სახით პანკო. ეს ცხობის დროს მიცემს ხრაშუნს.
180 გრადუსზე 20 წუთი ღუმელში. ეს გამოცხვა 26 წუთი გავიდა. 20 წუთი ნაკლები იყო, არა, ოდნავ. შიშხენი გაუდის. კრისტი მაკენჩიზი. რაც პირად კომფორტული გაზაფხულის კერძი არის და თუ ეგ ვიწელებოდეს, ის ყველაფერი რაც ზემოდან დავადეთ, შიგნით ჩაუტენეთ და თან ოდნავ ნაკლებთან გამოვაცხოთ. თითმეტი ხანი აცხობ, თუ ნაკლებად წელვადია. გინდა ხრაშუნა, როგორც კლასიკური არის. მაშინ აკეთებ ესე 26 წუთი, თუ წელვადი გინდა აკეთებ 20 წუთი, მეტი არა. ყველა ნაწილზე соуსი არის გეოთ შემოკლებული. Got it.